დილამ შვიდობის მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მოგესალმებით, გელოდებით ჩემს სამზარეულოში და ბრძოლაში გამარჯვებული ვარ ბატონო არჩილ. არ მომყვება არჩილი, არ მომყვება. მე გავიმარჯვე ბრძოლაში. გაიმარჯვე დაამარცხე? მე მგონი. თიანის პილო იყო შემოსული და გადაწყვიტა ბრძოლა მიკასთან, ხო და რამდენიც გამოვიხედე მე მგონი ხო ჯერჯერობით მარტო ვართ. ჩვენთან ხო ხედავ როგორი მზიანი გარემო და როგორი სიკვასკვასე და სიკაშკაშია მიყვარს ხოლმე ეს ჩვენი სამზარეულოს მაგი და იმიტომ რომ აი ყველაფერი არის ხოლმე ესე გადმოშლილი რაც დღის მანძილზე ჩვენთვის არის აუცილებელი თან ეს ფერადი ბოსტნეული მით უმეტეს ცილაც აუცილებლად თქვენ დღეს ცილაზე საუბრობთ ამიტომ ჩვენ სამზარეულოში მოვამზადებთ ესეთ კერძებს რომელშიც იქნება ცილა რა თქმა უნდა ეს იქნება ერთი ქათმის ფილეთი და ჩვენ პირველ ეტაპზე დაგვჭირდება ის რომ ქათამი დავამუშაოთ და შევწვათ, იმიტომ რომ შემდეგ ამას გადავიტანთ ქისში და ქისში ესეთი ერთგვარი ღვეზელია, რომელიც კვერცხთან და ნაღებთან ერთად მე ღუმელში უნდა გამოვაცხოთ ცომში. თუმცა მე მიყვარს ხოლმე, როდესაც ქათამს რო ვამუშავებ, თვითონ ღვეზელში მე მიდის პატარა კუბიკებად დაჭრილი, მაგრამ ტაფაზე კუბიკებად როცა შეწვალ ხოლმე ცოტა უფრო მაგრდება და უხეშდება და ამიტომ მირჩენია რომ ცოტა უფრო დიდ ნაჭრებად შევწვა და შემდეგ დავჭრა. დავჭრა თუ დავძენძოთ? დავჭრათ, ამ შემთხვევაში დავჭრათ, კი. მით კარგად დაიჭირე, გემრიელად. და რაც შეეხება ფილეს ჩვენ წინასწარ უბრალოდ წავუსვით, ცოტა მოვაყარეთ მარილი, პილპილი, ოდნავ შეგვიძლია ზეითუნის ზეთიც, შეგვიძლია ლიმონიც მოვაპყუროთ თქვენ რაც გაგიხარდება, თუმცა მე ამ შემთხვევაში მხოლოდ მარილი და ფრთხილად მარილი და პილპილი. კი და თან ძალიან ცოტა ხანი უნდა ორივე მხრიდან, რათა არ გამოგვიშრეს. ძირითადად ფილეს შეწვის დროს არის ხოლმე ეს საკითხი, რომ აი როგორ შევწვა ისე რომ არ გამომიშრეს. დრო უნდა აკონტროლოთ, იმიტომ რომ რაც მეთხანს დატოვებთ და დააყოვნებთ ტაფაზე, უფრო გამაგრდება. მაშინ რამდენი წუთის განმავლობაში? იცი რა არის, აი დაახლოებით ესე რომ შეხედავ ნახევრამდე უკვე რომ შეთეთრდება, შეგიძლია რომ გადმოაბრუნო და რა 3-4 წუთი, კი, მაღალ ცეცხლზე. ახლა რა ჩვენ მარინადი გააკეთე, იმ მარინადში რამდენი ხნის განმავლობაში უნდა მოვათავსოთ ხალხი? 15 წუთი ვცდილობ ხოლმე რომ დატოვო მარინადში. იმიტომ რომ ხშირად როგორც ვიცი, სოიოში აკეთებენ ხოლმე, სხვა არაჟანშიც ხო? ბევრი ვერსია, უმჯობესია ხოლმე ამბობენ რომ ერთი ხამის განმავლობაში დავაყოლოთ. ერთი ხამე არაფერს მე არ ტოვებ ხოლმე, ხა სასურველია რომ 1-2 საათით შეგიძლია დატოვო, მაგრამ ანუ ის 15-20 წუთით უკვე საკმარისია რომ შუადღეს რასაკეთებთ, მაგრამ შეგიძლია დილას დაამარინადო და შუადღეს მე მოვამზადო. და თავარია სასურველია რომ გქონდეთ ნედლი პროდუქტი და გაუყინავეთ და შესაბამისად მე მისი მომზადება ბევრად უფრო მარტივია. ჩვენ დღეს დუშეთის ქათამს ვიყენებთ, რომელიც არის ქართულ სიმინზე გაზრდილი 100%-ით ნატურალური ქათამი, რომლის შეძენაც ექსკლუზიურად გუდვილშია შესაძლებელი. აქვე აღნიშნავ, რომ გუდვილში ყველა პროდუქტი გადის ლაბორატორიულ შემოწმებას დახზე განთავსებამდე თვითონ გუდვილის ლაბორატორიაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ასევე ხილბოსტნეულსაც ეხება და გუდვილის დახლებზე არსებული ხილბოსტნეული არის ქართველი ფერმერებისაგან წარმოებული, რომელიც მოწმდება ასევე გუდვილის ლაბორატორიაში და მხოლოდ შემდეგ ხდება დახლებზე და შემდეგ ჩვენ კალათაში და ჩვენს სახლში, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სანამ ჩვენ აი ჩვენი ქიშისთვის მოვამზადებთ, ესე ვთქვათ, ნახე აი უკვე ხედავ აქ როგორ წამოვიდა სითეთრე გვერდებზე, აი კიდე ცოტა ხანი აი ერთი პატარა ხაზით რო ამოვა, უკვე შეგვიძლია რომ გადავაბრუნოთ. ასევე მოვამზადებთ სამარხო სალატს, გემრიელს და საინტერესოს და სამარხო სალატისთვის თვითონ ყალიბს გავაკეთებთ ბებოს ლავაშისგან. კი, ამისთვის დაგჭირდება ფორმა, რომელსაც ფორმა ნებისმიერი მე ამ შემთხვევაში ამ ფორმას გამოვიყენებ, რომელსაც წავუსმევთ კარგად ზეთს ყველა მხრიდან. შემდეგ მოვათავსებთ ერთ ფენაპურს
და ამ პურს სხვათა შორის შეგვიძლია რომ დავამატოთ პაპრიკაც, მარილიც, ან თვითონ ეს ჩვენი ყალიბი სალათის იქნება რაღაცნაირი პიკანტური შეიძლება ითქვას. მე ჩიპსებს ვაკეთებ ხოლმე ხო, ლავაშიდან, ძალიან გემრიელი გამოდის ნამდვილად. მოდი ორივეს ერთად მოვათავსებ უფრო სწრაფად ვიზამასე. ნახე, ორი ფენა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ჩვენი ყალიბი მივიღოთ. ჩიპსი ძალიან მიყვარს, არჩილ და მართლა გადასარევი გამოსავალია ხოლმე, თან რა გემოძგინდა შეგიძლია რა თქმა უნდა და ბევრად ჯანსაღია ვიდრე ისაც. ბევრად და თან დახლებზე გვხვდება. ცოტა ტრუფელის ზეთით შეგიძლია მოაპკურო. მოდი გადმოვაბრუნოთ. დამეწას აქ შენი ჭირი. ლეკა იცი ამ ყველაფერში მე დაგეხმარები. აი რა მე არ მინდა რომ დაიწუწო, იმიტომ რომ აი ნახე გადმობრუნებისასაც იგრძნობა როგორი აი ნახე როგორი შიგნით წუნიანი და ესეთი ბილია ხო ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დროის ფაქტორი ძალიან გაგიჟდები პირდაპირ ახლა ამასაც გადავუსმებთ ზეითუნის ზეთს და 100 გრადუსზე გამოვაშრობთ უბრალოდ ჩვენი ფორმა დარჩება ესეთი, რომელშიც შემდეგ მოვათავსებთ სალატს, სალატში გამოვიყენებთ. სალატი იმიტომ არის კარგი, რომ რაც გინდა, რაც მოგწონს, რაც გიყვარს და რაც გიდევს სახლში თუ თაროზე თუ მაცივარში, შეგიძლია ყველაფერი ერთმანეთს შეურიო, სწორედ ეს არის სალატის ყველაზე დიდი დადებითი მხარე. ამიტომ ჩვენც აქ რაც გვაქვს, ამის მიხედვით ავარწყობთ სალატს და კაპერსებს ვხედავ, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ, ზეთისხილსაც გამოვიყენებ, ნუ კიტრი, პომიდორი, სალატის ფოთოლი, ავოკადო და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იქნება ჩვენს სალატში. და ისპანახის სოკო და ქათამი გვექნება ჩვენს ღვეძელში კვერცხთან ერთად, რომელსაც უკვე შემდეგ ჩართვაში გაჩვენებთ. გემოების ნაზავი იქნება სულ ცოტა ხანში. ერთი კითხვა მაქვს, ლიკა, თუ შეიძლება ეს ლავაში უბრალოდ გაფორმებისთვის არის? არა, ნახე ეს ლავაში რო გამოცხება, აი ესეთ დარჩება. ფორმა იქნება და ამაში პირდაპირ მოვათავსებთ სალატს და ხო შეგიძლიათ თან პური ჩამოტეხო და თან სალატი მიირთვა. კარგი მეგობრებო. ამ ეტაპისთვის რაც შეიძლებოდა გაგვეზიარებინა ჩვენი მაყურებლის გავუზიარეთ ამბავი, ეხლა ცოტა ხანი უნდა შევისვენო, თუმცა რეკლამის შემდეგ ვისაუბრებთ იმ მნიშვნელოვან ინფორმაციაზე, რომელიც რძის ეტიკეტზე არის ხოლმე დატანილი და ბუნებრივია უფრო მეტ ამბავს გავიგეთ, რაც უნდა ვიცოდეთ, რაც შეეხება წეს. მე უკვე გვეცოდინება რა რას ნიშნავს და ყურადღებით ვიქნებით. კი ბატონო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაშინ მართალია ეს რძი არ არის, მაგრამ რძის შემთხვევაში უფრო უკეთესი იქნება და ვისწავლეთ, მოკლედ სულ ცოტა ხანში კვლავ დაგიბრუნდებით რეკლამის შემდეგ. კვლავ დაგიბრუნდებით რეკლამის შემდეგ დროებით კვლავ. ყალიბი გალამაზდა კიდევ ერთხელ შემონიკა, აბა რა ეტაპზე ვარ? რა ეტაპზე ვარ და ნახე ძალიან სწრაფად შეიწვა ჩვენი ქათმის ფილე, რომელსაც რისთვის ვამზადებთ გავახსენე? რომელსაც ვამზადებთ ქიშისთვის. ქიში არის ერთგვარი ღვეზელი, რომელშიც უამრავი გულსართის გაკეთება არის შესაძლებელი. ერთადერთი ბაზა არის ცომი და 3 ცალი კვერცხი 200 გრამ ნაღებთან ერთად. დანარჩენი აბსოლუტურად არის თქვენი ფანტაზია, გნებავთ ორაგულით, გნებავთ ბოსტნეულით, საერთოდ უყველაფროთ მხოლოდ ყველით, მოკლედ 1000 ვერსია შეგიძლიათ თქვენით გადაათამაშოთ. ჩვენ რას ვაკეთებთ? ნახეთ, ცომი წინასწარ მოვათავსეთ ფორმაზე და ღუმელში ცოტა ხანი გამოვაცხვეთ, მაგრამ ამისთვის არჩილს ახსოვს, რომ ჩვენა ეს ბარდა უკვე არაერთხელ გამოგვიყენებია. იმისთვის, რომ ნახე ფორმა შეინარჩუნოს ჩვენმა ცომმა, რადგან ფენოვანი ცომი გვაქვს, ფუვდება და შესაბამისად ფორმა რო არ დაკარგოს. აძლევს აი პირს უკეთებს, რაც მე გჭირდება რომ შეგთავსი კარგად. და ეს ხრიკი გამოიყენება ყველაფერში, ტარტებისთვის და ასე შემდეგ. მოკლედ უამრავ რამეში. ამიტომ ამას ყოველთვის ვინახავ ხოლმე, ეხლა ყველა ჯერზე ახალ გადმოხდა ერთი ახალს ხო არ გამოვიყენებ, შესაბამისად ამას ყოველთვის ვინახავ ხოლმე. ახლა ჩვენი ერთი წამი გადავდებ. ახლა ჩვენი ესე ბაზა მზად არის. შემდეგი ეტაპი არის, რომ 200 გრამი ნაღები უნდა ავთქვიფოთ სამთალყვეთთან ერთად. და უკვე დავამატოთ ჩვენთვის სასურველი პროდუქტები. ჩვენ ქათმის ფილე მოვამზადეთ, რომელიც ესე კუბიკებად დავჭერით, მოვშუშეთ ცოტა ხახვთან ერთად. ცინცხლად დავამატებთ ისპანახს, წინასწარ არ მოვშუშეთ ისპანახი, დავამატებთ ყველს და პომიდორს. ნუ მარილი და პილპილი ცხადია, გემოვნებით. სალო. არა, სურნელი საოცარია. ამით
დახვიფავ? აუცილებლად ლიკა. მე ხო იცი აი ამ ნაწილს ველოდები. მიდი აბა. თუ შეიძლება პილპილიც დამიმატეთ და მე მარილს მოვიტან. ლიკა, გვინდა შავი პილპილი ცოტა რო ჩავაგდო. არა, მაგ მარილი როგორ? კი, აუცილებლად აი დაგიდეთ და აგერ გავხსნით. კვერცხი ნაღები და თუ შეიძლება არჩა. არა, კვერცხი კარგად გახსენი. რომის გასაფრთხო არის, მე მოვიწევი ახლოს. შეგიძლია საერთოდ ეს წინ და უკან ამოძრაო, ხო? აი ნახე. როგორც მოგიხერხდება. ასე ხო, ასე შეიძლება. მე მარილით მოგამარაგებს, როგორც იცით, ჩვენ ვიყენებთ რაკარგიას ბრენდის ჰიმალაის მარილს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორი და ჯანსაღი მარილი გამოვიყენოთ ჩვენს კერძებში. არის ესეთი, აი, ვიღაცას და ვიჩხუბებ დღეს და მეყარა. მე მეჭუბე რა, ნახე ახლა ვაპირებ შავი პილპილი ჩავყარო. მე მგონი წყალს ხო. ლიკ რაოდენობა მიკონტროლე, რომ მაინც არ დავიღუპოთ. იცი რა, 1-3-4 დატრიალება ყველა შემთხვევაში. კი ბატონო, თავის არომატს მიცემს ეს. მარილს დაგიმატე. მაგრამ ჰიმალაის მარილზე არ ვრცელდება, ხო იცი? კამათის ამბავე. ხო. აბა ჰიმალაის მარილი იმდენად ჯანსაღი მარილია, რომ მაგაზე არ ვრცელდება. ეს ის მარილი არის რა. აჰა. თავის უკან უნდა გადავიყარო. აბა რა სიზამ, შენ გენაცვალე, ნახე როგორი დაყარეთ ჰიმალაის მარილი, რა კარგია ბრენდის და ყველაფერი კარგად გექნებათ. ამაში საქმე. კი ბატონო. მე მინდა რომ კარგად დაფიქსიდე სალომეს ხელის მოძრაობა რა მინდა რომ აი ყველა ნახოს პირიქით რომ არ ვერჩი ნახე რომ არ ვერჩი და რომ მომწონს იმიტომაც აკეთებ აქცენტს ნახე პირველ ფენად ჩვენს ცომზე მე გავუშვებ ყველს შემდეგ ვიდე მოგზანდის განაცვალე მოგზანდის სამის პაპას აღზარდეს მე ხმარი რა აბა ახლა შემდეგი ეტაპი რა გვაქვს? გენაცვალე. დავიჭირო რა ქნა? მოდი აგერ დავდგას და არჩილ შენ ჩამისხი ლამაზად, აქ თუ შეიძლება ეს ჩვენი ბაზა. უბრალოდ რამეს მოგახმართ კოვს ან რამეს. ესე იგი აქ გვაქვს ნაღები, 3 ცალი კვერცხი და 200 გრამი ნაღები, ხო? შავი პილპილი არ დამიჩაგროთ. კი ბატონო. არჩილის დამატებული შავი პილპილი. ყველი გახეხილი წინასწარ ნებისმიერი ჩვენ ჩედარს გამოვიყენებთ და ეს გავუშვით პირველ ფენად ბოლომდე კი წესით ანუ საკმარისი უნდა იყოს ნაღები რამდენი გრამია ეს 200 ეს არის ბაზა ხო აი შემდეგ ნახე ასე ყველი მეტი შეიძლება კი ზემოდან ისევ მოვაყრი სალოდ კიდე 1-2 კოვზი თუ შეიძლება დამიმატე აქვე დავამატოთ კარგად გადავანეწილოთ ეს თავარია კი თან ცხობაში ქათმის ხორციც ეხლა არის ჩვენი ქათმის ფილე ასევე აქვე მიდის მეტი სოკო მე მგონი არ გვინდა აქვე არის ჩვენი ქათმის ფილე რომელიც კუბებად დავჭერით კი უკვე შემწვარი დავჭერით კუბებად რათა ძალიან არ გამოგვიშრეს შესაბამისად ნახეთ აი უფრო ისეთია ცინცხალი და რბილი ვიზუალიც აქვს და გემოც შეგვიძლია აქვე ბროკოლი დავამატოთ არ ვიცი აი 1000 ვარიაცია არის იმისა თუ რისი დამატება გნება. აქვე თუ ცოტა უკვე რო გამოცხობა, ცოტა ბოლოსკენ. არა, აი უმი ბროკოლი შეგვიძლია რომ აქვე დავამატოთ და რაც შეეხება ბროკოლს, აქვე რამდენს თემა მოიტანა, გაჩვენებთ სალათისთვის მოვამზადე და ბროკოლი მე მიყვარს, როდესაც ინარჩუნებს სწორედ აი ამ ცინცხალ ფერს. და სიკნატუნეს. ისეთი სიხასხასი აქვს ეხლა ამ ბროკოლს. ეს უბრალოდ უმად არის, ხო? არა, ეს არის უკვე მოხარშული. მოხარშული. აი მოხარშული ბროკოლი უნდა გამოიყურებოდეს ჩემთვის ასე. სასურველია რომ წინასწარ წყალში ჩავალაგოთ, მაგრამ თუ ამას ვერ ვახერხებთ, ყოველ შემთხვევაში ძალიან ცოტა ხანი მარილიან წყალში უნდა წამოვადუღოთ და მე აუცილებლად უნდა გადავიტანოთ ცივწყალში. ცივწყალში რომელიც შეუნარჩუნებს აი იმ სიხასხასეს, რაც ჩვენ მოგწონს. აი ამ სიმხურვალეს და კი, რომ ჩააკნათ უნებ ისეთია ცინცხალია და აჩერებს. კი, ხარშვის პროცესს და ეს სიმხურვალეს უჩერებს და შესაბამისად რჩება ასეთი ციცხალი და თუ და შემდეგ ამას გამოვიყენებთ სალატში. ცხელ წყალში მე დაახლოებით 1-4 წუთი ვადუღებ ხოლმე და შემდეგ გააჩნია ხა თუ ძალიან თბილი მინდა მაშინ ნაკლებ დროს ვაყოვნებ ცივწყალში თუ გრილად მინდა სალატისთვის ცოტა უფრო 4-5 წუთი შესაძლებელია რომ არ დაკარგოს თავისი ღირებულება რის გამოც გვიყვარს და გვესაჭიროება ასე ნამდვილად ასევე რადგანაც თემა მოიტანა გაჩვენებთ რომ ჩვენი ყალიბიც მზად არის სალატისთვის რომელიც გამოიყურება აი ასე
ესე იგი ზეითუნის ეთი წავუსვით ამ ყველაფერს და დავაყარეთ წითელი წიწაკა. ხო, მე წიწაკა დავაყარე, თუმცა არ არის აუცილებელი. შეგიძლიათ უბრალოდ ნიორი მოაყაროთ ან რა ვიცი რაც გნებავთ და ამაში უკვე გაჩვენებთ მე როგორ ავაწყობთ სალატს. დავასრულოთ ჩვენი ქიში. აქვე გვჭირდება აუცილებლად ისპანახი, შეგიძლია მიმოფანტო. რაც შეეხება ქათამს, ყოველთვის გირჩევთ, რომ მედლი ქათმის ხორცი გამოიყენოთ, რათა უფრო ცინცხალი და ესეთი შენარჩუნებული კონდეს თავისი გემოები. მე მოგიყვებით, რომ ჩვენ დუშეთის ქათამი გამოვიყენეთ, რომელიც არის ქართულ სიმინძე გაზრდილი, 100%-ით ნატურალური ქათამია, რომლის შეძენაც ექსკლუზიურად გუდვილშია შესაძლებელი. აქვე ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნოთ ის, რომ გუდვილში ყველა პროდუქტი გადის ლაბორატორიულ შემოწმებას დახზე განთავსებამდე მათივე ლაბორატორიაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, ლამაზია ძალიან არა, უკვე ციცინცხალე შემოიტანა. იტალიაში წამიყვანა უკვე. ხო, და თან ახლა ეს რო გამოცხება, ნახე, ასევე დავამატოთ პომიდორი. ეს ყველაფერი ეხება ბოსტნეულსაც, რომელიც არის განთავსებული გუდვილის დახლებზე. ყველაფერი არის ლაბორატორიულად შემოწმებული თვითონ გუდვილის ლაბორატორიაში, ამიტომ ჩვენ ვინდობით არა მხოლოდ ამ სამზარეულოში, არამედ სახლშიც ამ პროდუქტებს. ამაზე არ მინდა ეხლა შავი პილპილი თუ ბოლოს მინდა თუ რა ხდება? ცოტა მარილი და პილპილი რა თქმა უნდა შეგვიძლია დავამატოთ. მე მაინც ყოველთვის ვერიდები ხოლმე, კი ყველის დაყრა და გავიწყდეს. მე მაინც ყოველთვის ვერიდები ხოლმე, იმიტომ რომ მარილი პილპილი ისეთი რამე რა ყოველთვის შეგვიძლია შემდეგ დავამატოთ. მე მაგალითად ყველაფერი მიყვარს ცოტა ისე აი ნეიტრალურ გემოზე და შემდეგ უკვე ცოტა უკმარისობის ის ჯობია დატოვოს, ვიდრე ბევრი მოგვივიდეს. კი ბატონო, ასეა. ხო, არჩეულ. ასაგიჟებელია. კარგად გამოიყურება. სამი უკვე თითქმის მზად არის და შესაბამისად ძალიან ცოტა დრო სჭირდება იმას, რომ უბრალოდ კვერცხი შეიწვას. დანარჩენი ახლა აქ გამოწყოს უფრო სწორად დანარჩენი ისედაც ყველაფერი არის მზად. იფატონო, ღმერთო რა საოცრება არის. მოვედით. მოგზანდით. კიდევ ერთხელ დილამშვიდობებთ სუფრაზე, თუმცა სხვა ყველაფერი მე მგონი გვაქვს წარმოდგენილი. ხასისფერები შენთან არის, ნახე, ყვითელი, მწვანე, წითელი. კი ბატონო, და ეს ყველაფერი არის ძალიან ისეთი ცინცხალი და ჯანსაღი. სალათი მოვამზადე. ვერთო რა სურნელია. ჩვეულებრივად დავჭერი სალათის ფოთოლი, ისპანახი რო დაგვრჩა ისიც დავამატე, როგორც პირველ ჩართვაში ვახსენე. სალათი არის იმიტომ გადასარევი, რომ რაც დაგჭათ, რაც გიყვართ, რაც გაქვთ, ყველაფერს შეგვიძლია გამოვიყურებთ და ეს არის სალათი. ამიტომ დავამატეთ ისპანახით, დავამატეთ კიტრი პომიდორი, დავამატეთ ზეთის ხილს. ჩვენი საყვარელი კოპი, რა თქმა უნდა, დახლიდან პირდაპირ გადმოვიტანე. იცით, რომ ეს არის იტალიური ბრენდი, რომელიც ექსკლუზიურად არის წარმოდგენილი გუდვილში და ჩვენ ძალიან გვიყვარს, ყველაფერს ვიყენებთ. ხშირად ასევე დავამატე კაპერსი. შეგვიძლია დავამატოთ ასევე ტრუფელის პასტა. აბა. შეგვიძლია მოვამზადოთ соуსი, რომელსაც ახლა მოვამზადებ ფარკიონეს ზეთს ვიყენებთ ამ შემთხვევაში, ზეითუნის ზეთი. ერთი ჩაისკოვზი დოგვი, მარილი წინასწარ მოვაყარე. მიკროფონს ვერ ხედავლიკა რა, მინდა რომ ხედავდე. აი. საერთოდ აღარ არის მიკროფონი, არა უშავს. თხილად იმოძრავე და გავიგებთ რა. აი ეს ელიკამ დაკარგა, იმაში მონახე, სალომე, მწვანე სალატში მონახე. მწვანე სალატში ხო არ გამოვაცხელი 200 გრადუსზე. ისმისო და მოდი ისაუბროთ, თავარი ნაკლებად იმოძრაო. სად არის ამას ერთის მე გავაკეთე. თავარია ხო ისმის. დიახ. დავამატეთ დოგვი, ზეითუნის ზეთი, ფარკიონი, რომელსაც ტრადიციულად ვიყენებ. დავამატეთ ასევე ლიმონი გაწურული. ეს ერთი ლიმონია? კი. და შემდეგ ვინც პირველი იპოვის საკვებში მას ჯილდო ეკუთვნის. ამას ესე კარგად მოვურებ და ესეთი ემულსია არის ჩემთვის იდეალური соуსი, ესე საკმაზი სალათებისთვის. აულიკა ძალიან დიდი გოდიშა მიკროფონის ძებნაში სულ გამომეპარა. კიდევ ერთხელ შეიძლება რომ გამომეორდეთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვან გემოს ძენს ხოლმე მსგავსი სახის დანამატების სალათს. ესე იგი ლიმონი გაწვენი, ერთი ლიმონის? კი, რაოდენობას გააჩნია, რამდენი გჭირდება. დავამატეთ ზეითუნის ზეთი, დოგვი, ცოტა მარილი და ლიმონის წვენი, ეს ყველაფერი ერთმანეთს კარგად შევურიეთ და მივიღეთ ესეთი
соуси, რომელსაც ახლა ამ სალატს გადავიტანთ ჩვენს ყალიბში, რომელიც იცით რომ ბებოს ლავაშით მოვაგდადეთ და აქვე დავამატებთ ესეთ ჩვენ ცინცხალ ბროკოლს, რომელსაც ფერი არ შეუცვლია, მარტივი ხრიკის დახმარებით. და ასევე სანამ თქვენ საუბრობდით, აქ პატარა ლაბორატორია მოვაწყვე. რადგანაც ნახეთ ჩვენი ავოკადო როგორი მაგარი იყო. მოვათავსე აი აქ. ახლა შეგიძლიათ თქვენ თვითონ დაამატოთ მდუღარე წყალი. ვარ და მე ვიცი რომ სიბნელეში უნდა დააყოვნო რამდენიმე დღის განმავლობაში. რამდენიმე დღე თუ გახსენგენაცვალე მე გავახალგაზრდები. ძალიან კარგია, მაგრამ ახლა პირდაპირ ეთერში ძალიან რო გეჩქარება, ამის დრო არა. და ამ დროს გამოსავალი რა არის? ამ დროს გამოსავალი არის, რომ დავასხათ მდუღარე წყალი. დავაყოვნოთ 15 წუთი, 20 წუთი. არა, პირიქით. შენიდან გარეთ. მე ხო გითხარ ლიკ, სალომე უნდა შეუშვა სამზარეულოში თუ გინდა რომ გაიახალგაზრდოს. თავი იქ კანის გაახალგაზრდებაზე. დროში რო პროგრამა არ შეგვექნას. აი ასე ნახე. всё. დავტოვოთ 15 წუთი. კი, შეგიძლიათ დაამატო. ან ცოტა მეტი გააჩნია ხა თუ ძალიან მკუხეა ჩვენი ავოკადო, მაშინ შეიძლება მეტიც დასჭირდეს, თუ ცოტა უკვე სირბილისკენ არის, მაშინ შეგვიძლია რომ უფრო ნაკლები და შემდეგ ამ ყველაფერს ამ ავოკადოს გადავიტანთ სირწყალში. იცოდე და მივიღებთ წიფე ავოკადოს, რომელიც შეგვიძლია ასე პირდაპირ გამოვიყენოთ სალატში. სალატს დავამატებ აუცილებლად ნუშს, იმიტომ რომ მიყვარს სიკნატუნე. მართალია ჩვენ სალატს სიკნატუნე გარედანაც აქვს, მაგრამ მაინც გქონდეს ნუში, რომელიც ასევე არის ძალიან ჯანსაღი და სასარგებლო და ჩვენი სალატი მზად არის. იცი რა არის? იყო მომბრუნდა? არა, ჯიშის მოვლა მქონდა. იცი რა არის? რა ყველა ეთერზე რაღაც ახალს მასწავლე. და არა, ესე იგი ვერ ამოგწურეთ რა. ვერ ამოგწურეთ, იმიტომ რომ აი ეს ავოკადოს უცბად დამწიფების ამბავი. აი ნახე ფერსაც იცვლის, შეიცვლი და ჩავხარშეთ და შეიცვლი და ფერს აბარ ამოვიდა. უკვე ფერსაც იცვლის და ფერითაც მივხვდებით, როდის არის მაგარი გოგო. აი რატომ დაგвиყუროთ განსაკუთრებულად ხუთშაბათობით კიდევ უფრო ხშირად. დიახ, რომ ნახოთ ბევრი რჩევებიც მოისმინოთ. ასევე მოდი ეს ჩავაკანატუნოთ, ეს მაგას ველოდები მე დილიდან დავჭრათ. მაგის გაჭრა როდის იქნებოდა. და შეგახსენებთ, რომ პროდუქტები იმისთვის, რომ მარტივად სახში მოგართვან, თქვენ შეგიძლიათ ონლაინ მაღაზია Goodwill წერტილი-G-ს მიმართოთ, თქვენთვის საჭირო პროდუქტების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი და რაც მთავარია Goodwill-ის გუნდი უმოკლეს დროში მოგაცდით ონლაინ მაღაზიაში შესწრებულ პროდუქტებს თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე. გადასარევი ესე იგი 9:05 გველოდება მთელი ტელევიზია მზადა ალიკა რომ დააგემოვნოს ეს ყველაფერი. აი ასე გამოიყურება ისე რომლის გულსართიც აბსოლუტურად თქვენი ფანტაზიის ნაყოფია და რაც გნებავთ შეგიძლიათ ბატონო დაამატოთ. მადლობა ჩემო მეგობარო.